გამარჯობა, მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებლებს თქვენთვის. ჩვენს ეთერში იწყება გადაცემა ჩემპიონები ტრადიციულად საინტერესო სტუმრით, საინტერესო რესპონდენტით, ადამიანით, რომელსაც ძალიან ძვირფასი, საინტერესო და მრავლისმხმელი სპორტული კარიერა აქვს. იმ სახეობაში, რაშიც მან გაითქვა სახელი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ წესით და რიგით ეს სპორტსმენი და ეს ადამიანი, წარსულში სპორტსმენი, ახლა უკვე სხვა თანამდებობა აქვს, ამასაც გეტყვით რა საკვირველია. უნდა გამოსულიყო 5 ოლიმპიადაზე, თუმცა ტოკიოში მოხდა გაურკვევლობა. 4-ზე ნამყოფია და ბუნებრივია მას საქართველოს სახელი არაერთგზის გაუტანია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მოკლედ, ბატუძე მხტომელი და ახლა უკვე ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლუბა გოლოვინა იქნება დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ლუბა, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ გამონახეთ, რომ მოხვედი და იღებ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ძალიან საინტერესო ცხოვრება განვლე, სპორტულ ცხოვრებას გულისხმობ, გამომდინარე აი ამ ოლიმპიადების რაოდენობიდან, გამომდინარე იმ ტრამვიდან და სამწუხარო ფაქტიდან, რომელიც შენს კარიერაში იყო და ამ ყველაფერზე ჩვენ მოგვიწევს საუბარი, ისევე როგორც ასაკვირველია დღევანდელ დღეზე და იმ სპორტის სახეობის განვითარებაზე, რასაც შენ ემსახურები. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა, მზად ხარ რომ პასუხო ჩემს კითხვებს. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან, იმიტომ რომ ვიცი რომ შენ ბატუტით გართობა დაიწყე ძალიან ადრეულ ასაკში. მე არც ვიცოდი რომ 3 წლის ასაკიდან შეიძლებოდა სპორტის ამსახეობით დაკავება. კი, 3 წლის ვიყავი, როცა მიმიყვანეს სპორტ დარბაზში. ჩემი მშობლები არიან ყოფილი სპორტსმენები, ტანვარჯიშეები და თავის მსმენელთან მიმიყვანეს, იმიტომ რომ ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, თავდაყირა ვუყურებდი ტელევიზორს და, რა თქმა უნდა, ბინაში ძალიან რთული იყო ჩემი ენერგიის დახარჯვა და მიმიყვანეს ჯერ გასართობად და შემდგომ უკვე დავჭი ამ სპორტის სახეობაში. ჩემი პირველი შეჯიბრი იყო 5 წლის ასაკში, სადაც მეორე ადგილი დავიკავე და ესე გადავწყვიტე და დავჭი ამ სპორტის სახეობაში. ხო, საუკეთესო გამოსავალი უპოვია ჩემს მშობლებს იმისათვის, რომ ენერგია დაგეხარჯა. ხო, ბატუტი ძალიან მაგარია. პირველი ემოცია, როდესაც ბატუტი მაინც განსხვავებული სპორტის სახეობა. ნახევარ ვარჯიშს ჰაერში ატარებ, ხო? ეს გარკვეულწილად რაღაცნაირად სხვანაირი დატვირთვის მატარებელია. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი სპორტში ჩართული და ვიძახდი, რომ აუცილებლად გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი. სამწუხაროდ ვერ ავიხდინე ეს ოცნება, მაგრამ ალბათ ჩემი პირველი დიდი შედეგი იყო 2001 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მეორე ადგილი დავიკავე 11 წლის ასაკში და იქიდან უკვე რა თქმა უნდა უფრო მეტი და მეტი მინდოდა. კი ბატონო. შიშის ფაქტორი არ ქონდა ბატუტზე რომ მიგიყვანეს 3 წლის ბავშვი ხო რაღაცა მაინც უცხო და გაუგებარი უნდა ყოფილიყო შენ. არა, ეხლა ვთვლი რომ სანამ პატარაა სპორტსმენი, უნდა ისწავლოს სილეთები, უნდა გადალახოს, იმიტომ რომ ის შიშის ფაქტორი ნაკლებად აქვს. როცა უკვე სპორტსმენი არის, ისე ვთქვათ, ასაკში, უკვე უფრო თვითდაცვის ინსტინქტი ირთვება და უფრო საშიში ხდება ალბათ თვითონ თავისი სპორტსმენისთვის. კი ბატონო, დღეს გააქვს შიშის ფაქტორი? ალბათ ვარჯიში რო დავიწყო, ალბათ მექნება, იმიტომ რომ არაერთი სერიოზული ტრავმა მე მიიღია. ბოლო იყო 2022 წელს, ვემზადებოდი ევროპის თამაშებისთვის, ევროპული ჩემპიონატისთვის ბოდიშით და მივიღე სერიოზული ტრავმა, გადმოვარდი ბატუტიდან, მომივარდა იდაყვი და ჩამისვეს თაბაშირში. ექიმმა მითხრა, რომ 1 თვე უნდა მქონოდა თაბაშირში, მაგრამ აბატიეთ ექიმებო, 1 კვირაში მოიხსენი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ მქონდა წინ შეჯიბრი და ვემზადებოდი, ვიყავი ძალიან კარგ ფორმაში. 1 კვირაში დავიწყე ვარჯიში და ევროპის ჩემპიონატზე გავიმგზავრეთ. სასურველ ფორმაში, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებოდი, მქონდა პერიოდი გაჩერების, მაგრამ დავიკავე მეორე ადგილი. ინდივიდუალურში და ასევე გუნდურშიც. რა თქმა უნდა, არ არის სწორი მედიცინის კუთხით, მაგრამ ჩვენ სპორტსმენებს ძალიან ხანმოკლე სპორტული კარიერა გვაქვს. მით უმეტეს, როცა შეჯიბრამდე არის ძალიან ცოტა დრო დარჩენილი და სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
ასევე რიოს ოლიმპიურ თამაშების წინ მივიღე ფეხზე სერიოზული ტრავმა, რაზეც მითხრეს, რომ საოპერაციო იყო და რომ გადავთვალე, იყო 6 თვე რეაბილიტაცია, ოლიმპიურ თამაშებს ზე ვერ მივდიოდი და რა თქმა უნდა, ისე ვიმკუნალე, ოლიმპიურ თამაშებზეც გამოვედი და ოპერაციის გარეშეც აღვიდგინე. ტრავმა, რომელიც ერთ კვირაში შენი გადაწყვეტილებით დაასრულე, ამას მოყვა თუ არა ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც უკვე შეჯიბრზე გახვედი. იყო თუ არა გარკვეულწილად შიშის ფაქტორი, როდესაც ასრულებდი გამოსვლას? არა მარტო შეჯიბრზე, როგორც რო დავიწყე ვარჯიში, თბილისში ვიმყოფებოდით. მოხდა ისეთი ფაქტი, ჩვენთან ხშირია, რომ შეიძლება ლიებზე გადავიდეს სპორტსმენი და რო დავინახე იგივე ტრაექტორით რო წავიდა ბავშვი, დამემართა ისტერიკა და გამოვარდი დარბაზიდან, იმიტომ რომ გამახსენდა ის, რაც მომივიდა და რა თქმა უნდა, რთული იყო. მაგრამ ჩვენ სპორტსმენები ალბათ ჩვენი თავის ფსიქოლოგებიც ვართ. იმიტომ რომ პირველ რიგში მე მინდოდა, მე მჭირდებოდა და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვარჯიშობთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ შედეგს, იმ სასურველ მედალს. ამიტომ ხო, ყველაფრის გადადება მოგიწია და შესაბამისად თავადაც ჩაიტარე მკურნალობის ექიმებთან ერთად, სპორტული ექიმებთან ერთად დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ვაჟიკოს, ვაჟა ომარაშვილს, ვისაც რამე რო ამტკივდებოდა, ვურეკავდი, ვაჟა მიშველე, მოდი. როცა არის ტრავმა, მაგ დროს რა თქმა უნდა სასურველი რო დაასვენო და უფრო მალე ჩადგება ფორმაში, მაგრამ არასდროს არ გვაქვს დრო. მსგავს შემთხვევაში როგორ მოიქცევი? მაინტერესებს ძალიან შენი პოზიცია. მისცემ ბავშვს იმის უფლებას, რომ ერთი თვე გიფში ხელის ნაცვლად ერთ კვირაში მოიხსნას და გავიდეს შეჯიბრზე. ეხლა სხვანაირად ვუყურებ ამ სიტუაციას. ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობა უმთავრესია. პირველ რიგში უნდა იყოს ჯანმრთელი, სპორტი, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. მაგრამ სპორტს რო ვამთავრებთ, იმდენი ტრავმა მერე გვაწუხებს ეს, რომ ჯობია იმ მომენტში მოვირჩინოთ, კარგად ვიმკუნალოთ და შემდგომ შეჯიბრებები იქნება. ეხლა რო დაგაბრუნონ უკან, დაიტოვებდი გიფს ერთი თვე თუ მოიხსნიდი მაინც? მოვიხსნიდი. ურთიერთგამომრიცხავად. ხო, მესმის ეხლა დღეს სადაც შენ ხარ, იქ პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია და აბსოლუტურად გეთანხმები და ასეც უნდა იყოს, როდესაც საქმე ეხება სხვიშვილს, ბავშვებს, რასაკვირველია და იქ მარტო შენ ხარ, შენ თავზე პასუხისმგებელი და აქ უამრავი ადამიანი ყავს და რა თქმა უნდა, კი, იმ მომენტში ვიყავი ჩემ თავზე პასუხისმგებელი და ვიცოდი, რომ შევძლებდი, ვიცოდი, რას ვაკეთებდი, მაგრამ ეხლა ბავშვების შემთხვევაში ალბათ კი არ მოვახსნევინებდი. შეიძლებოდა თუ არა რომ ლუბა გოლოვინას გაცილებით უფრო მეტი მიღწევა ქონოდა, მეტი გაცილებით უფრო მაღალი სინჯის медали ქონოდა და თუ შეიძლებოდა რატომ არ მოხდა ეს ასე? მე ვთვლი რომ შეიძლებოდა. უფრო მეტი ხარდაჭერა რო ყოფილიყო, მე ვფიქრობ რომ უფრო მეც არა მარტო მე. ძალიან ბევრი სპორტსმენი ჩემთან ერთად თანაგუნდელი ვისაც ქონდა რაღაც კონკრეტული პრობლემა ჩვენ სპორტის სახეობაში და მოუწია წასვლა სპორტიდან. ეხლა მე ვცდილობ, რომ ყველანაირი პირობა შეუქმნა ბავშვებს, რაც მე არ მქონდა. ეს იქნება ექიმი, ეს იქნება ფსიქოლოგი, იმიტომ რომ ყოველთვის ვიძახდი, რომ ფსიქოლოგი არის საუცილებელი. ბევრჯერ ყოფილა, რომ ვიყავი ძალიან კარგად მზად ფიზიკურად, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტი ხელს მიშლიდა და მერდის გარეშე ვრჩებოდი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შემეძლო. და ალბათ ყველა ესეა, რომ გადის დრო, ვიძახდი, რომ უფრო მეტი უნდა მეშრომა. ხო. არასდროს არ გვაქვს დრო. დღეს უნდა გავუკეთებინა, მაგალითად და არა ხვალისთვის, რომ მაქვს დრო და გავაკეთებ. არ გვაქვს დრო. სპორტი არის ის მიმართულება, სადაც გადადება არ შეიძლება. არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში. რა არის შენთვის ყველაზე ძვირფასი შენ გავლენ კარიერაში?
რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეჯიბრი მაქვს გამოვლილი. ალბათ პირველი ოლიმპიური თამაშები და ევროპის ჩემპიონატი, სადაც ტრავმის მერე დავიკავე მეორე ადგილი, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე ტრავმა მქონდა, ბოლომდე ხელს ვერ ვშვლიდი და მე შევძელი. მე ჩემ თავს მოვუგე იქ. იმიტომ რომ ტკივილით ამ ხელთან ერთად ისევ წელის პრობლემა მქონდა, იმიტომ რომ უცებ დავიწყე ვარჯიში და ამ ტკივილის ფონზე ყოველდღიურად ნემსები, წამლები მე შევძელი, ჩემ თავს მოვუგე და გავაკეთე ის მინიმალური პროგრამა, რაც შემეძლო. მაგ ევროპის ჩემპიონატზე სრულიად ჯანმრთელი რომ ჩასულიყავი, რისი მოლოდინი შეიძლება გქონოდა ქართულ შემადგენლს? მე ვფიქრობ, რომ ოქროს მედლის. იყო ამის შანსი. ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული, სანამ გადავარდებოდი. ხო, ანუ რეალურად მაინც გამოდის, რომ აი ამ ტრავმამ არა მარტო ფიზიკური კუთხით, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გარკვეული წვლილი. რა თქმა უნდა, დიახ, როგორც გითხარით, შიშის ფაქტორიც მქონდა და სამწუხაროდ ამ ტრავმას ვაბრალებ, რომ შემდგომაც გამოყვა ეს შიში. ბევრჯერ ყოფილა, რომ ბატონზე ასვლა მეშინოდა, ფიქრობდი, რომ რაღაცა მომივა, ეს უკვე ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რა თქმა უნდა. ბევრჯერ ყოფილა, რომ სახლიდან გავსულვარ და ბავშვისთვის მიკოცნია ბევრჯერ, რომ ფიქრობდი, რომ რაღაცა მომივა. ძალიან რთულია ასეთ შიშთან ვარჯიში და გამკლავება. ყოველ დღე მიწევდა ჩემ თავთან ბრძოლა, ჩემ ფიქრებთან ბრძოლა. კი ბატონო, მესმის. კარგი, მოდი წავიდეთ ოლიმპიურ თამაშებზე და პირველი შენი ლიცენზიის აღება და როდესაც უკვე იცი, რომ ხარ იქ, სადაც ბევრისთვის აუხსნელი ოცნება ყოფნა. პირველი ჩემი ოლიმპიური თამაშები იყო 2008 წელს, პეკინის ოლიმპიური თამაშები. ვიყავი ყველაზე პატარა მონაწილე. 17 წლის ასაკში მოვიპოვე ლიცენზია, რაც ძალიან საბედნიერო იყო, იმიტომ რომ ვიყავი პატარა, ახალი გადასული ვიყავი დიდებში და რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ იქ უკვე ოლიმპიური ჩემპიონები, ძალიან ტიტულოვანი სპორტსმენები გამოდიოდნენ. ჩემი მინიმალური პროგრამა იყო გამეკეთებინა ჩემი პროგრამა, შევასრულე, არავის არ ვეჯიბრებოდი ისევ და ისევ ჩემ თავს. საკუთარ თავს, ხო? უნდა გამეკეთებინა ის, რაც მე შემეძლო. და მოვხვდი ფინალში. რა თქმა უნდა, მე უფრო მეტი მომინდა. მედალი მოგინდა, მოდი. მეტი ეგარი ფინალში რომ მოხვდები, მე მედალი, მაგრამ საკმაოდ პატარა ვიყავი და ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ ემოციურად ალბათ განსაკუთრებულია, ხო, თუნდაც იგივე გახსნის ცერემონიაზე, როდესაც გამოდიხარ, შენი ემბლემებით, შენი გერბით, ამას განსაკუთრებული რა თქმა უნდა, ყოველი შეჯიბზე, ყოველ ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არის გახსნა, სადაც ვიცმევ ფორმას, სადაც არის დროშა, გერბი, სადაც ჩვენი ჰიმნია. ყოველთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ არ ვარ მარტო მე, იქ არის მთელი ქვეყანა და ჩემი გულშემატკივარი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა შენ ცხოვრებაში, თუ ზოგადად ქართული სპორტის ისტორიაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ტოკიოში კაციებით უფრო მეტი სპორტსმენით უნდა ჩავსულიყავით, მაგრამ უცებ რატომღაც მოხდა ისე, რომ ეს რაოდენობა შემცირდა. და ამ შემცირებულ რაოდენობაში მოყვა ლუბა გოლოვინა. რა მოხდა მაშინ? ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. ვემზადებოდი მსოფლიო ჩემპიონატის მერე. ვიცოდი, რომ მქონდა ლიცენზია და მივდიოდი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. დაემთხვა პანდემია, დაემთხვა, რომ გადაიდო ოლიმპიურ თამაშები, მაგრამ არ ვჩერდებოდი. სახლშიც კი ვარჯიშობდი და გარეთ გავდიოდი თბილისის ზღვაზე, რომ მერბინა, რომ ყოფილიყავი ტონუსში და ზუსტად ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე მეუბნებიან, რომ შენ არ მიდიხარ ოლიმპიადაზე. იქ დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. და მიზეზი რამ გამოიწვია აი ეს გადაწყვეტილება? არ ვიცი რა მოხდა. იმიტომ რომ საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი რამოდენიმე წევრმა მითხრა, რომ კი ლუბა, შენი ლიცენზია არის.
და ეს რო გავიგე, ვიყავი გადაცემაში, სადაც მოვყევი ეს ისტორია და ერთ-ერთმა ადვოკატმა დამიკავშირდა სრულიად ისე უცნობმა და მითხრა რომ მინდა რომ ეს საქმე გამოვიძიო. გავასაჩივროთ რეალურად. კი ბატონო. სამწუხაროდ აღარ იყო დრო და ამიტომ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. მაგრამ მითხრა რომ ყველანაირი წესების მიხედვით ეს ოლიმპიადა მეკუთვნოდა უნდა წავსულიყავ. ძალიან რთული იყო, დაემთხვა, რა თქმა უნდა, მოდიოდა ოლიმპიური თამაშები. ძალიან ბევრს მოუწერია, რომ გვაკლი ხარ, აქ უნდა იყო, ორმაგად მიჭირდა მისი გაგება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოც. ყოველი დილით მახსოვს, რომ დილის 5 საათზე, 6 საათზე ვდგებოდი და ვუყურებდი ჩვენი სპორტსმენის გამოსვლებს. ტირილით, ყველანაირი ემოციებით და სადღაც ალბათ 3-4 თვე დარბაზში ვერ მივდიოდი. ვერ მივედი დარბაზში, მიჭირდა, ჩავიკეტე. ჩემთვის დასასრული იყო ალბათ. ხო, მაგრამ მაგის მერე მივედი მეუღლის დამსახურებით, რომ მიდი, უნდა დავიწყოთ დროა. ბატონთან მივედი და პირველი ის უთხარი რომ ბოდიში რომ არ მოვდიოდი. დავიწყე და უფრო ძლიერი ვიყავი. დავბრუნდი უფრო ძლიერი. უფრო მონდომებული. ალბათ მაინც არ მიყვა. თავადაც აღნიშნე რომ დაბრუნდი უფრო ძლიერი, ეს ასეც უნდა იყოს, სხვაგვარად არ შეიძლება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მსგავს ვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ იმაში, რომ ესა თუ ის სპორტსმენი ამ ფსიქოლოგიური ბარიერის შემდეგ დაუბრუნდეს ისევ თავის საქმიანობას. რა თქმა უნდა. ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ დედაჩემი, ჩემი მწვრთნელი, მამაჩემი, მეუღლე, ჩემი ბავშვი, ყოველთვის მამხნევდნენ და გვერდში მიდგნენ. იცოდნენ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრება, ეს უნდა გამიკეთებინა, ძალიან დიდ დროს ვუთმობდი. ხოთეშორის ბევრს უთქვამს, რომ უკან რო დამაბრუნო, აუცილებლად გავივლიდი იგივე გზას. მაგრამ წინა კვირას გიორგი შერმადინის ინტერვიუ მქონდა და მან თქვა, რომ ეხლა რო ვიხსენებო, იმდენი წვალება და შრომა მაქვს ჩადებული სპორტშიო, რომ იგივე გზას არავითარ შემთხვევაში არ გავივლიდიო. გავივლიდი. ეხლაც სულ ვიძახე, რომ ეხლა რო ვიყო 22 წლის. უფრო მეც ვიშომებდი. ძალიან ბევრს ვიშომებდი. იგივეს გავივლიდი. იმ სირთულეებს, იმ ტრავმას, ტკივილს, ყველაფერს, იმიტომ რომ ის ერთი медали ღირს ყველანაირ შრომას. მინსკის ოლიმპიური თამაშების მერე როცა მოვიპოვე ვერცხლის медали, მთელი ღამე არ მეძინა, ხელში მეჭირა ეს медали და ვერ დავიძინე. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღესაც შეჯიბრი მქონდა, მაგრამ ალბათ ეს ემოცია ყველაფერს ფარავს. მაგრამ დღეს შენ ხარ იგივე სფეროში, ოღონდ სხვა ამპლუაში და მინდა კითხო დღევანდელობაზე. იცი რა, როგორც წესი, არ არსებობს ალბათ დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვის მიმართაც არ იყოს პოზიტიური და ნეგატიური დამოკიდებულება. ის რომ მე ყველას არ უყვარვარ, აბსოლუტურად გასაგებია, ვიცი შეგუებული ვარ, მაგრამ მადლობა ყველას, ვისაც უყვარვარ და ვისაც არ უყვარ. მე მინდა კითხო შენ, როგორც წესი წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში მუდმივად არის ხოლმე ხელის შემშლელი გარემოებები და ფაქტორები. შენ პოზიციაზე, სადაც ახლა მუშაობ, რა ვითარება გაქვს ამ კუთხით? რა თქმა უნდა, ყველას ვერ ვეყვარები. ეს არის ნორმალური. ცოტა რთულია ამასთან შეგუება, იმიტომ რომ 2024 წელს დამნიშნეს ვიცე-პრეზიდენტად და საკმაოდ ბევრი ნეგატივი იყო იმ პერიოდში, რომ დავთანხმდი. მაგრამ მე ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, რადგან მივცე ბავშვებს ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რაც გვაძლევს სახელმწიფო, რომ ეს გადავცე ბავშვებს, თუნდაც ჩემი გამოცდილება. 33 წელია ვიყავი ამ სპორტის სახეობაში და ნამდვილად ვიცი, რა სჭირდება სპორტსმენს. როგორი პირობები, რა მიდგომა, რა გაახარებს ან პირიქით. კი ბატონო, ეს
ნეგატიური დამოკიდებულება ზოგადად მით უმეტეს თუ ერთ სფეროში მომუშავე ადამიანებში ხდება ეს ყველაფერი, პირველ რიგში ვნებს სპორტის იმსახეობის განვითარებას. მე ყოველთვის ხაზს უსვამ ხოლმე, რომ არც ერთი ფედერაცია და არც ერთ ფედერაციაში მომუშავე ადამიანის კუთვნილება და საკუთრება არ არის ეს ფედერაცია. ის არის ქვეყნის, ის არის ქართველების და ის არის ქართველი ერის. ამიტომ ის რომ ვიღაცა გარკვეული პერიოდი არჩევნებიდან არჩევნებამდე სავარძელშია და მას გონია რომ ეს ჩემია, ეს ასე არ არის. რაც ვნებს. ამიტომ ვამბობ, იმიტომ რომ ერთიანობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მარტო ტანვარჯიშში იქნება, აბსოლუტურად ყველა სპორტის სახეობაში. ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არც ეგ ადგილი არ არის ჩემი მუდმივი. მე წავალ, იქ მოვა უფრო ნიჭიერი, უფრო ახალგაზრდა, რომელსაც ექნება სხვა აზრი, სხვა შეხედულება და უფრო მეტ შემოიტანს ამ სპორტის სახეობაში. რაც შეეხება გუნდურობას, გეთანხმებით, არა მარტო სპორტის სახეობაში, ყველა სფეროში. მაგალითად, ჩვენთან გუნდური მუშაობით ჩვენ მივახციეთ წინა წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგებს. ასევე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს იყო, ასევე გუნდური მუშაობით ჩვენ მივახციეთ ისევ ისტორიულ შედეგებს, ისევე ბიჭების ჩვენ ძალიან დიდი ხანი არ ყავდა და ეხლა ყავს ძალიან პერსპექტიული ბიჭები. მე მინდა რომ შენ უბრალოდ დამიხასიათო რა დადებითი და პოზიტიური მხარეები აქვს ბატუტზე ხტომას, მაგალითად სპორტის სხვა სახეობების. ეს იქნება ფეხბურთი, ეს იქნება ინდივიდუალური თუ გუნდური სახეობა რო აღარ ჩამოთვალ. ზოგადად ექიმებიც იძახიან, ადრე იძახდნენ, რომ ტანვარჯიში არის ძალიან კარგი ჯანმრთელობისთვის. ასევე ყველა სპორტის სახეობისთვის არის დასაწყისი. როგორც ასეთი ფიზიკური კოორდინაცია, სისწრაფე, ეს ყველაფერი არის როგორც ბატუძე ვარჯიშის დროს, ასევე ტანვარჯიშის ვარჯიშის დროს. ამიტომ ყველა კუნთი მუშაობს. ყველა სპორტის სახეობაში შეიძლება მერე გამოიყენოს ეს ვარჯიში. კი ბატონო, აქ ემატება ალბათ პლასტიკა. რა თქმა უნდა, პლასტიკა. აი ამ დეტალებზე მინდოდა რომ გამოვიყენებინა ყურადღება. ყველა კუნთი მუშაობს, არის ელასტიური, მუშაობს კოორდინაცია, რაც ყველა სპორტის სახეობაში არის საჭირო. ამიტომ ყველა მოვიდეს. ივარჯიშოს. რეკლამაც გავაკეთეთ, ბატუტის. ბევრი დადის, კი, ეხლა ძალიან ბევრი დადის ჩვენთან დარბაზში, არა მარტო ფეხბურთი. მოჭიდავეები, ჯუდო, კალათბურთი, ფეხბურთი, თითქმის ყველა სპორტის სახეობა არის დადიან ჩვენთან, ცალკე და ვარჯიშობენ. კი ბატონო, ლუბა, მე მინდა კითხო სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენი ფედერაცია საკმაოდ წარმატებით მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად არ ვიცი რამდენად გადაწყვეტილია ეს ამბავი, მაგრამ აქვს ინფორმაცია რომ გარკვეულწილად ძალიან დიდი მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმარების პროცესში ხართ. ჯერ არ არის დაზუსტებით, ოფიციალურად არ არის, მაგრამ 2028 წელს ტანვარჯიშის ფედერაცია გეგმავს რომ ჩაატაროს ევროპის ჩემპიონატი. ანუ მაინც გარკვეულწილად სწორი ინფორმაცია მქონია. კი, სწორი ინფორმაცია. ეს არის ფედერაციის ისტორიაში პირველად ასეთი მასშტაბური ღონისძიება და ჩვენ მუშაობთ ამაზე, რომ მალე ეს გახდეს უკვე ოფიციალურად და რა თქმა უნდა ყველა გაიგებს. მინდა აღვნიშნო, ეს არის სპორტის სამინისტროს დამხმარებით სახელმწიფოთ, იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენ მაგას ვერ შევძლებთ. და ზოგადად ძალიან გვერდში გვიდგას სპორტის სამინისტრო ყველანაირად ხელს გვიწყობს ბავშვების განვითარებაში და ესე რომ მედლებით გავახაროთ. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა, ძალიან კარგია, მინდა წარმატება გისურვო და ყველა იმ გეგმის და მიზნის განხორციელება, რომელიც თავად გაქვს დაგეგმილი და რასაკვირველია მეტი ბავშვი თქვენ სპორტის სახეობაში, იმიტომ რომ ეს შესაძლოა ყველა არ გამოვიდეს და არ იასპარეზოს ოლიმპიადაზე, მაგრამ ამავდროულად მწვრთნელებსაც და სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებსაც მინდა უთხრა, რომ თქვენ შეგიძლიათ ტანვარჯიში და ბატუტი ამ შემთხვევაში ცუდი გაგებით არ ვამბობ,
გამოიყენონ თავიანთი სახეობებისთვის როგორც საბაზისო. კი, რა თქმა უნდა, ეს არის საბაზო სპორტის სახეობა, რის შემდგომ შეუძლია გადავიდეს ყველა სპორტის სახეობაში. ძალიან დიდი მადლობა მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე მაინც ვიტყვი, რომ ოლიმპიური თამაშების 5 გზის მონაწილე შევთანხმდით, ხო? იმიტომ რომ ეს იყო მომენტი, როდესაც არა მარტო შენ დაგჩაგრეს, არამედ დაჩაგრეს მთლიანად ქართული დელეგაცია. მოკლედ, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატება მინდა გისურვო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2028-ში ჩვენ უმასპინძლებთ ამ ევროპის ჩემპიონატს. ჩვენც დიდი იმედი გვაქვს. მადლობა თქვენ. მადლობა, ლუბა გოლოვინა იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოვიდა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ჩემი აზრით, ლუბამაც და მეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოგაწოდეთ ტანვარჯიშთან და ბატუძე ხტომასთან დაკავშირებით სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებს. მოკლედ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მას, დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. გევშտოვეთ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ტრადიციულად რუსთავი 2-ის ეთერში ტრადიციულად 3 საათიანი კურიერის დასრულების თანავე კვირა დღეს შევხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ.